და თქვენ აგრეთვე კაფე WS და აგრეთვე გადაცემაზე ჩვენ გადაცემის დროს ვისაუბრეთ განათლების ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და დასაქმებაზე. პირველი თემა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ეს არის განათლების ხარისხი გვეყოლება სტუმარი ბატონი გია მასაკინი, რომელიც არის ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მადლობა ბატონი გია მოგზაურობისთვის და რომ გამონახეთ ჩვენთვის და პირველი კითხვა. დიახ, ანუ ბატონო გია, ანუ სტუდენტებს უმრავლესობას მის რომ სრული კარგი ხარისხის განათლება, კარგი ხარისხის განათლების მიღება შეუძლია თქვა საზღვარგარეთ და საქართველოს ასე ვთქვათ პირობები და გარემო ვერ აკმაყოფილებს სტუდენტების ასე ვთქვათ მოთხოვნებს. რაც ვფიქრობ თქვენ, ანუ თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რის განსხვავდება იქაური მიდგომები და მეთოდები ჩვენი მიდგომებისგან და მეთოდებისგან. ხო, უპირველეს ყოვლისა, ერთი გიროსავთ პროექტის დაწყებას, მე მგონი კარგი საქმე ეცდება და იქეთი რო თქვა რომ პირველი გადაცემა მიეძღვნება განათლებას. ეს სიმბოლურისა იქ, რომ მართლაც პირველი საკითხია დღეს, თუ საქართველოს საერთოდ უწერია მომავალი, ეს მომავალი მხოლოდ განათლებაზე გადის. თუ ჩვენ არ მივიღეთ განათლებული თაობა, თუ ჩვენ ამ ტექნოლოგიურ ამ გარემოში ჩვენი სიტყვა არ ვთქვით, რომელიც იქნება ტექნოლოგიური ინფორმაციული გარემო თანამედროვე, მაშინ უბრალოდ დავეკარგებით, იმიტომ რომ ყველას მესმის, რომ თქვა მერსედესების წარმოები ჩვენ თქვა გერმანიას ვერ დავეწევით და ვერ სოფლის მეურნეობით ვერ დავეწევით იგივე რაღაც თურქეთს თუ რუმინეთს, ხო? ჩვენ დავჭერს სხვა გზა, ეს გზა გადის განათლებაზე. რაც შეეხება პასუხს თქვენ შეკითხვაზე. თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ ბუნებრივია ყველა შეკითხვაზე პასუხი არ მექნება და მე თვითონ ვფიქრობ, მე თვითონ პროცესში ვარ ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემისა. მე ვიტყოდი ასე, შეიძლება თუ არა მიიღო კარგი განათლება საქართველოში, შეიძლება. თუმცა რთულია. შეიძლება თუ არა მიიღო კარგი განათლება დასავლეთში, იქ უფრო მარტივია, თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არ არსებობს რაღაც ასეთი ზოგადად დასავლური სისტემა განათლების. არის ამერიკული სისტემა, ამერიკაში არის იელის უნივერსიტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტი, არის რაღაც ასობით უნივერსიტეტია და რაღაც უკეთესი დონეა, რაღაც უფრო დაბალი. ხო, ჩვენთანაც ასეა. მე ვფიქრობ, რომ თუ სტუდენტი დაისახავს მისგან კარგი კარიერა გააკეთოს იმით, რომ კარგი განათლება მიიღოს, ის შეძლებს ამას, ყოველ შემთხვევაში იმ თავად ძირითად უნივერსიტეტებში, რომელიც საქართველოში არსებობს. ეს ჯავახიშვილი იქნება, ილია თუ შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი თუ ISM-ი და ასე შემდეგ. ანუ რთულია და ამ სიტუაციებზე თუ გნებავთ, ბუნებრივია ვისაუბრეთ, ხო, რატომ არის რთული ჩვენ. ესე იგი, საქართველოს გააჩნია. ანუ საერთოდ რა ბატონო გია, ანუ უცხოეთის უნივერსიტეტთან თუ მინეთ ბათუმში. საერთო, აი ბოლო წლებში გაჩნდა, იცით თქვენ რომ ჩვენ გადმოგვაქვს მოდელები საზღვარგარეთიდან. მე რატომაც გონია რომ ჩვენ უფრო ამერიკული მოდელი გადმოგვაქვს და როგორც ყოველთვის დადებითი მომენტებიც აქვს ამ პროცესს და უარყოფითი. დადებითი ის არის რომ ჩვენ ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში შევდივართ, იმიტომ რომ ეს გვჭირდება თუ ჩვენ გვინდა საერთაშორისო ბაზარში ხო ჩვენი ადგილი დავიკავოთ, მაგრამ მეორეხრივ ბევრი რამ ხდება გადმოტანა ძალიან ასე პირდაპირად გააზრების გარეშე, ადგილობრივი სპეციფიკის გააზრების გარეშე, რაც იწვევს იმ სექტორებს, რომელიც ართულებს ჩვენთან კარგი განათლების მიღებას. ნუ ერთ თუნდაც დავიწყოთ ხო ამ სექტორებზე საუბარი. ერთ ოჯახში ნიუ-იორკში, ძალიან განათლებულ ოჯახში, ცენზიან ოჯახში დაუსვით ტრადიციული ქართული შეკითხვა, ხო, 18 წლის ახალგაზრდას და სადაპირებ ჩაბარებას მითქი და ნუ ხო ვიფიქრე რა იყო უნივერსიტეტის დამისახები. არ ვაპირებო საერთოდ ჩაბარებას, მე მინდა ბიზნესმენი გავხდიო და მე ბიზნესში ვიწყებო საქმიანობას. შემდეგ აი 25 წლის შემდეგ შეიძლება რაღაც მომიტეს სწავლა. ჩემთვის ეს მაშინ იყო ცოტა გაურკვეველი, ხო, ახლა კულტურული ოჯახიდან წარმოიდგინეთ თქვა. ახალგაზრდა რატო არ აპირებს სწავლას? საქმე იმაში რომ იმავე ამერიკაში სადაც უამრავი უნივერსიტეტია და უამრავი თქვა სახელმწიფო სტიპენდია და კერძო სტიპენდია და სწავლა პრინციპში თუ გინდა ყოველთვის შეძლებ, იქ 100 სკოლა დამთავრებულიდან უნივერსიტეტში მიდის 20. და საქართველოში ეს არ ხდება. საქართველოში ეს არ ხდება. ამ 20-დან შემდეგ იქ აბსოლუტებს უნივერსიტეტს 15. სამაგროდ ესენი არიან ის რჩეულნი, რომლებიც შემდეგ აი ქმნიან იმას, რასაც ქვია ამერიკის ფენომენი, ხო ზოგადად. ჩვენთან
100-დან მიდის 80 და 80-ვე 79 აქედან ამთავრებს. ეს იწვევს იმას, რომ ჩვენ ვხვდებით, ჩვენ ვიწევს გაშვალებებული ენით მუშაობა, გაშვალებებული საერთოდ მიდგომები იმავე სტუდენტებისადმი, ხო? ჩვენ ვწერთ გაშვალებულ წიგნებს, ვაკითხებთ გაშვალებულ წიგნებს და შესაბამის ლექციებს ვატარებთ. ანუ ამერიკაში სხვანაირად იქ აიღებენ ვთქვათ ყველაზე კარგი მოსწავლე და ლექტორი ესწავლება მას, დანარჩენები კეთილი უნებეთ და იმავე დონეზე იმუშავა. ჩვენთან მე რო ავიღო ყველაზე კარგი სტუდენტი და ჩვენთან ყველაზე კარგი სტუდენტი არაფრით არ არის დაკლები ვიდრე ნებისმიერი ამერიკული სტუდენტი ან გერმანელი, მაგრამ მე მის ენაზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ერთია დანარჩენი 80 კაცი, რომელიც კურსია თუ 20-30. იმ ველზე ვერ იმყოფება, რასაც ქვია, რაღაც ზოგადი ველი, ხო, განათლების რაღაც უნდა გქონდეს საკითხული, ბიბლია უნდა გქონდეს საკითხული, სოფლიო ისტორია უნდა მაიცნო და იცოდეს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ პირველი მიზეზი, მოდით დავაკონკრეტოთ, ეს არის ეკონომიკური პრობლემა, მაშინ, როდესაც დაახლოებით 50% არის უმუშევარი, ხო? გადავადებოდი ბიზნესი არ იწევს ამ ახალგაზრდებს. ამიტომ ახალგაზრდას ფიქრობს, რომ ბირჟაზე დავაყენოთ ეს ახალგაზრდა თუ ჯობია რომ ჩააბაროთ. სახელმწიფო ფიქრობს, რომ ჯობია რომ ჩააბარონ ამათმა და ჩვენ ვღებულობთ მათ შორის ისე სტუდენტებს, რომლებმაც უჭირს წერა კითხვა. ყველა არის დიპლომიანი ესე რა თქვა. ბატონია, თქვენ როგორც მშობელი ურჩევთ რომ თქვენში ჩააბაროთ იმავე უნივერსიტეტში და თქვენ შენახავთ. კარგი შეკითხვაა, თუმცა რთული. ჩემო უფროსმა ქალიშვილმა დაამთავრა ბათუმის უნივერსიტეტი. დაამთავრა უცხო ენები. იყო მომდომებული, მართალია მეც ასე ვთქვათ რაღაცნაირად შეუწყლე ხელი სწავლაში კი არა, რომ მიიღო უკეთესი განათლება და დღეს მეთვლი რომ მან წინვალედ იცის ენები. თუმცა პროფესიი არ მუშაობს. მეორე ქალიშვილი შემოსწავლოს ილიას უნივერსიტეტში, თბილისში. მე თუ შემეკითხებით, ახლა ბუნებრივია, მოდით ვთქვათ სიმართლე, ხარისხობრივად ახლა ლექტორთა რაღაც დონე და ზოგადად მესტი დონე, რომ თბილისის ჯობია ბათუმს, ახლა ისეთ ცენტრის სახელმწიფოებში როგორც დამკომბალდა ქვეყნებში როგორც საქართველო და აზერბაიჯანი, ყველაფერი არის კონცენტრირებული თბილისში, ბაქოში, მოსკოვში და ასე შემდეგ. გასაგებია, მაგრამ რო გითხრათ, რომ ხარისხობრივად უკეთეს განათლებას ღებულობს საშუალო სტატისტიკური სტუდენტი თბილისში, მე ამას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე ხო ვეკითხებით ჩემს, ამ საგანში ვინ გასწავლის, როგორ გასწავლით. დიდი განსხვავება არ არის. იქაც კარგი ლექტორებია, იქაც იდიოტი ლექტორებია, აქაც კარგი ლექტორებია, აქაც იდიოტი ლექტორებია. მაგრამ ინფორმაცია ზოგადად თბილისში მეტია. უფრო კარგ საინტერესო პიროვნებებს ბუნებრივია უფრო მეტად შეხვდებით თბილისში. ურჩევდი თუ არა ჩემ გვაქვს ესწავლა. პირდაპირ მინდა გითხრათ, თუ მე მექნებოდა საშუალება, ჩემი ბავშვი ისწავლე და საერთოდ სასწავლებლად. მეორე ადგილზე ბუნებრივია ის მე გავუშვებდი თბილისში, ერთი მე საერთოდ ვთქვი, თბილისის სკოლა ყველა ახალგაზრდამ უნდა გაიარო და საერთოდ სტუდენტობა ეს არის როცა ცხოვრობს სხვა ქალაქში და ინდივიდუალურად ცხოვრობს და ზოგჯერ შიმშილობს, ზოგჯერ წყურია, მაგრამ ეჩვევით ცხოვრებას. ხო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ყავს შესანიშნავი სტუდენტები ბათუმის უნივერსიტეტში და მე ვიცი, რომ შესანიშნავი პროფესიონალები დადებია და ჩვენ მაგალითიც გვაქვს ასე შორის, ახლა დავდივართ ქალაქში, ბანკებში, იურიდიულ სამსახურებში, არასამსახურო სექტორში, ძალიან ხშირად ხედავ ჩვენს წარმატებით მოსდამთავრებულებს. მაინც მოწონებაზეა ჩემი აზრით. დიდი მადლობა ბატონია მიწანევიჩი, საერთოდ რომ გამონახეთ. ეხლა ნახოთ სიუჟეტი, რომელიც მოუწოდა სტუდენტებმა თათა გოგიდიძემ და თამარ თურმანიძემ, რომელიც ეხება დასაქმების ხარისხს. გიორგი ბოლუხაძე სწავლობს შოთამსთავრელის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. გიორგი ამბობს, რომ უნივერსიტეტში განათლების ხარისხი არის normალზე დაბალი. Aristotele Kaufi, როგორც შეიძლება თემაში თვითონ უნივერსიტეტის მენეჯმენტის საშინება როლი. ყოფილებს არავის მოთხოვნებს, ანუ ასეთი სტუდენტი არ მოგიება უნივერსიტეტში, თქვის რომ ყოფილი არის სწავლებით. თამარ ბაუჟაძე ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პირველ კურსის სტუდენტია.
დიდი სურვილი აქვს მიიღოს ხარისხიანი განათლება, თუმცა როგორც ამბობს, უნივერსიტეტს არ გააჩნია საკმარისი რესურსი ამისათვის. საკმაოდ მაღალი არის, სწავლის საკმაოდ დაბალი არის. თავთან დროში ვფიქრობ ძალიან გაზრდილი არის ეს სახელმწიფო ფუნქციონირება კარგი იქნება, მაგრამ სწავლის ხარისხი უფრო გამოძიებას და გიორგი ზურმაინძის შოთა რუსთაველის კურსდამთავრებული იურისტი განსხვავებულად აფასებს უნივერსიტეტში განათლების ხარისხს. ამხილებს ყურადღებას სტუდენტსა და ლექტორს შორის ურთიერთობაზე და აგრეთვე ფიქრობს, რომ სწავლის საფასური საკმაოდ გაზრდილია. სტუდენტებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ განათლების ხარისხი არის დაბალი, უფრო მიმაჩნია, რომ ფაქტი არის შეუსაბამო ყოველ შემთხვევაში. და ძალიან ბევრი სტუდენტი, როდესაც ააქვრივებული ისწავლოს, უბრალოდ სტუდენტების სტატუსი უწევდება იმის გამო, რომ შეძლებს გადაადგილება. სწავლა შეუფასებელია. ასეთი პასუხი გაქცა თვითმმართველობის წევრმა მეორე კურსის სტუდენტმა აკაკი გვიანიძე სწავლის საფასურთან დაკავშირებით. სწავლა შეუფასებელი არის, როგორც ასეთი განათლების ფასი არ შეიძლება გქონდეს. ჩემი აზრით პირადი აზრით, რომ საერთოდ არ უნდა იყოს სწავლის გადასახად აქილეს ნაპირას უნდა შეეძლოს უნივერსიტეტში ჩაბარება და ვინც აბარებს და ხარების ან ეთნოგრაფიის გამოცდის პასუხი გქონდეს უფასო სწავლის საშუალება. ამიტომ ვიტყვი, რომ არ ვაფასებ განათლებას ამ ფულით, თუმცა კარგი იქნებოდა რომ ნაკლები იყოს საერთოდ არ აქვს დასახად. პროექტორ ნათია ტიკლაშვილის თქმით, შოთა რუსთაველის კურსდამთავრებულები კონკურენტული არიანები არიან შრომის ბაზარზე. ტიკლაშვილი ამბობს, რომ უნივერსიტეტი კომფორტულ პირობებს უთმის სტუდენტებს, რომ მათ მიიღონ სრულყოფილი ცოდნა. მე მინდა გითხრათ, რომ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი დასავლეთ საქართველოში არის ფორმალი უმაღლესი განათლების. და ასე რომ ჩვენთან მიღებული უმაღლესი განათლება ჩვენ სტუდენტებს ეხმარება ახალი სიტყვა შრომის ბაზარზე, სადაც მოთხოვნებით მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ გამკაცრებულია და შესაბამისად თანამედროვე მეთოდებით შეუძლიათ ღირსეულად დაუდგნენ ისეთ უმაღლეს სასწავლებლის კურსდამთავრებულებს გვერდით, როგორიცაა ილიის უნივერსიტეტი, ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი თუ ნებისმიერი სხვა. უნივერსიტეტში განათლების ხარისხის დონე ყოველ სტუდენტს განსხვავებული აზრი შეხედულება აქვს. დიახ, და სანამ განათლების ხელმისაწვდომაზე გადავიდეთ, მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო ისე ჩვენი სკაიპის ნიკი პრეს კაფე 2S ბათუმი. თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და გავახატოთ თქვენი აზრი. ესე იგი, დავიწყებ და ვიტყვი იმას, რომ დღესდღეობით საქართველოში და კონკრეტულად ბათუმში და საერთოდ ზოგადად საქართველოში სწავლის სტანდარტი საფასური 2250 ლარი. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სწავლაზე ხელმისაწვდომობა ყველას არ აქვს, არ გააჩნია და ძალიან ძნელია იმ სოციალურ დაუსრულთათვის ხელმისაწვდომობა აი ამ განათლებაზე, რომელსაც არ გააჩნია მატერიალური შესაძლებლობები და მინდა ვთქვა, რომ არიან სტუდენტები ჩამოსული იქეთი ჩვენს უნივერსიტეტში სხვადასხვა რეგიონებიდან და მათ აქვს დაკავშირებული ასე ვთქვათ სხვადასხვა ბინის ქირა, იქნება ეს კვება, ქსეროქსი, ტრანსპორტი და ასე შემდეგ. დამატებით ხარჯები, რომელსაც თავი ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა პარალელი გავალო აი დასავლურ ქვეყნებთან, ანუ ევროპის ქვეყნებთან, სადაც აი მართლა ასე მობილიზებულია, ნუ ახლა დასავლეთ ევროპაში შეიძლება ვერ შევედაროთ, მაგრამ ნუ ნაწილობრივ კი უნდა იყოს მოგვარებული ასეთი პრობლემები და ანუ მათ არ აქვს დამატებითი ხარჯები. ევროპის ქვეყნებში ჩქეთი ჩვენ ვიცით, რომ სტუდენტები უფასოდ ასე ვთქვათ აკეთებენ ქსეროათლებს და მათ აქვს საშუალება სრულიად შეუწყუდავად გააკეთონ აი ეს ქსეროქსი, მაგრამ საქართველოში ეს არის მობილიზებელი სფერო და ეს საკითხი და ძალიან მტკივნეული თემა ჩვენთვის და ანუ აქედან გამომდინარე გამოდის ის, რომ საბოლოო ჯამში შედეგი არის ძალიან ცუდი და არასაკმარისი და არახელსაყრელი. მოდით ნახოთ მეორე სიუჟეტი, რომელიც მოამზადა სტუდენტებმა ლუიზა ბალაძეზე მიმოადებისმა. განათლების ხელმისაწვდომობა. ილია ნარგიშვილმა ეროვნული გამოცდის წარმატებით დააბარა და ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტი გახდა. იმის გამო, რომ მან სწავლის საფასურების გადაიღადა, მან შეუწყო სტუდენტის სტატუსი. მართალია ბათუმის მერიამ ილია ნაციონალურ დაფინანსა, თუმცა არც ეს გახდა საკმარისი, რომ მან სწავლა გაეგრძელებინა. ხარ მქონე რომ გადამეხადა და
ყოველწლიურად რაღაც მომენტი გაითვალისწინეთ, რომ მომცემ საშუალება რომ პრობლემა ნახა, მაგრამ არ ვერ ვნახე გამოჩენის სტუდენტებს. პროფესიונალებს ვერ გამომთავრე ის. სავარაუდოდ არის თუ ნახე იმის საშუალება რომ თუ მეკინება ფული რომ შევიტანო, მაშინ ვისწავლეთ ხოლმე და ისე ვერ ვისწავლეთ. მარიამ გუნდაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. სტუდენტის სტატუსი მასაც შეუჩერეს. მაგრამ ის სოციალურად დაუცველია და სწავლის თანხის გადახდის საშუალებაც მის ოჯახს აქვს. ვაბარე ფილოლოგიურ ფაკულტეტზე 1 წელი ვისწავლე, შემდეგ მატერიალური მდგომარეობის გამო ვერ გადავიხადე თანხა და შემიხედა სტატუსი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელიც სტატუსს შეჩერებულ სტუდენტებს ეხმარება სამართლებრივად. ამიტომაც არ გვაქვს ძალიან დიდი კონტინენტი, ვისაც პრობლემაა ამოხრია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომავალში ახლოს წლებში ამ პრობლემა გამოიწვია, იმიტომ რომ ის ვარდა სტატუსის შეჩერების როგორც დავა, სტუდენტი ვაძრობ იქნება. აბულეს უნივერსიტეტში თუ ის ადაბრუნდება სამსთან განაგრძობს შემდგომ ოქტომბრის სტატუსის შეწყვეტა და ამ შემდგომ უკვე უნივერსიტეტი დაიწყებს კვლავ დაუხმოვანებელ თანამდებობაში და მოითხოვს იმ თანხებს, რაც მას უნდა მიიღო. ჩვენ დავიწერეთ სამომავლოდ შეიძლება თუ არა სწავლის საფასური. ამ კითხვაზე პასუხობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის საქმიანობის სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ირაკლი კაცაძე. სწავლის საფასური არ მომატებულა მინდა გითხრათ ბოლო 2 წლის განმავლობაში წარმომადგენლობის საბჭოს განაცხადებები მიიღო უნივერსიტეტში სწავლის საფასურის მომატება აქტიურად არ მომხდარა. და შესაბამისად მომავალში აიგებულა წინასწარ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჯერ ამ მომენტში არაფერი არ მომატებულა და არ ხდებოდა. სტუდენტებს სტატუსი იმ შემთხვევაში აღუდგებათ, თუ სწავლის საფასურს გადაიხდიან. შემდეგი ჩვენი სტუმარი არის საქართველოს უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი ქეთი ფოტოვა. ქეთი, მადლობა რომ მოხვედი. პირველი კითხვა, მოგწონს ვარა დღევანდელი განათლების ხარისხის ზოგადად? ქეთი და თუ მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მინდა სანამ საუბარს დავიწყოთ ზოგადად განათლების ხარისხზე, ჩემი ძალიან დიდი აღფრთოვანება და ძალიან დიდი სიმპათია გამოხატა თქვენს მიმართ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ახალგაზრდები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში არსებული სამხელმო საზოგადოების აქტიური ნაწილს, რომელსაც უნდა შექმნას ჩვენი ქვეყნის მომავალი, ხო? და მე მივესალმები ამ ყველაფერს და ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა, რომ ამ თემებზე საუბარი სწორედ თქვენთან ერთად მივიდოდ. რაც შეეხება განათლების ხარისხს, არის თუ არა შესაძლებელი მიიღება საქართველოში ხარისხიანი განათლების და რამდენი ხარისხიანია ეს ყველაფერი. მე მინდა დავიწყო პატოგიას, რომ ნამდვილად არის ამის შესაძლებლობა, თუმცა ამ დიფერენცირება ხდება უნივერსიტეტების მიხედვით. სახელმწიფო უნივერსიტეტებში როგორც წესი ფასთან დაბალანსებულად არ არის მაქსიმალურად ისეთი დონის მოთხოვნა, არ არის თვითონ სისტემა ისეთი, რომ მოხდეს შესაბამისი დონის განათლების მიღება. ამის პარალელურად არსებობს კერძო უნივერსიტეტები, სადაც შესაძლებელია ხარისხიანი განათლების მიღება, თუმცა ფასი იმდენად მაღალია, რომ ქართული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რეალურად ვერ ხდება ამ ყველაფრის მიღება. რაც შეეხება სახელმწიფო უნივერსიტეტებს, ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკური სიტუაცია ისევ აღნიშნავ არ არის იმ დონის საქართველოში, რომ მოხდეს დაბალანსება სწავლის ხარისხთან. 2250 ლარი, რომელიც აღნიშნავს, რომელიც არის სტანდარტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ვფიქრობ, ზოგადად არ არის მაღალი, მაგრამ ისევ ქართული რეალობიდან გამომდინარე, ქართულ მშობლებს უჭირს ამ საფასურის გადახდა გამეცი შვილებისთვის, უწევთ გარკვეული კრედიტების გამოტანა ბანკებიდან, უწევთ გარკვეულად ხილებული, მათგზირებული საქმების ნივთების გაყიდვა, დაგირავება თუ ასე შემდეგ, რომ თავის შვილებს გადაუხადოს სწავლის საფასური. მეორე პრობლემა, რომელიც არსებობს საქართველოში, სოგადონ გიას დავისახები თავის იდეაში, ანუ რა ხდება, ყველა მშობელს უნდა რომ თავის შვილი იყოს უმაღლეს განათლების მქონე, ხო? მაგრამ საქმე იმაშია, რომ ქართულ შეგნებამდე რატომ მგონი ეს არის პრობლემა, რომ ეს არის პრობლემა, ყველას უნდა და ჩემი მეგობარი მათემატიკოსია, საკონდასაკოვანი, რომელმაც მითხრა ესეთი რაღაც. პირველ კურსზე როდესაც შევდივარ, ანუ არ არის იმ დონის მობილიზება სტუდენტებში, იმ დონის განათლების ხარისხი, რომ ვისაუბრო ლექციაზე იმ თემებზე, რომელიც რეალურად უნდა იკითხებოდეთ, ხო, პირველ კურსზე. როდესაც უწევს პირველ კურსზე ისეთ საკითხების გავლა, რომელიც ბავშვს უნდა გაელოდათ, ანუ
12 წლებში დაწყებით კურსებში, ცოტა უხერხულია ისე პირველ კურსზე და მას სხვა რაღაცა. ანუ პრობლემა განათლების არა უნივერსიტეტზე გამომდინარე, თვითონ სკოლიდან უნდა იყოს. სკოლიდან მოდით თვითონ ბავშვების შეგნებას არ არის აუცილებელი ყველა უმაღლესი განათლება მიიღოს. კოლეჯები, რომლებშიც შესაბამისი ზონის განათლების მიღება უნდა ხდებოდეს. ანუ კეთი, მე შენი საუბარი გავუძენე და გისვარი შეკითხვა, ანუ შენ თქვი რომ აი სიტუაცია ნორმალურია ფასებიო. ნუ მე აქ ბონდე ვერ დაგეთანხმები მაგაში და მე აქ ნამდვილად მინდა დაგისვა შეკითხვა. შესაბამისია თუ არა სტუდენტებისათვის ის ფასი, რომლის გადახდა უწევთ მათ სწავლის მიღების თვის. და რა ხდება იცი, ანუ 2250 კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ანუ თუ გავითვალისწინებთ საზღვარგარეთ ქვეყნების გამოცდილებას, ჩვენ მეგობრებთან გამოცდილებას, მართლა არ არის ბევრი, მაგრამ უნდა გავვითვალისწინოთ, ზოგადად არ არის, მაგრამ ქართულ რეალობასთან მიმართებაში ნამდვილად ბევრი, როდესაც არ არის შესაბამისი ეკონომიკური სიტუაცია აღნიშნავ და შობლებს მართლა ძალიან უჭერთ აღნიშნული საფასურის გადახდა და თან კიდე რა იცი, გადაიხდი ამ 250 წელს, მაგრამ არ გაქვს გარანტია, რომ მიიღებ ამ საფასურის შესაბამისი ზონის განათლებას და ეს არის უკვე პრობლემა. შენ როდესაც ხარ მშობელი და იცი რომ ამ საფასურს გადაიხდი და შენი შვილი მიიღებს სათანადო განათლებას შესაბამის განათლებას, რომელიც პროპორციაში მოვაღნიშნულ ფასთან, შენ გადაიხდი და გაიჭირო ამ ყველაფერს, მაგრამ როდესაც არ გაქვს ამის გარანტია, იცი რა, უბრალოდ იმიტომ რომ შენ გქონდეს რაღაც ფარადნა კურსელი დიპლომი, რაღაც უმაღლეს დამთავრებული ვიცი ჩემს დროს უმაღლესი დამთავრებული მე ვფიქრობ არხის და პირველ რიგში სამუშაო არის ამ ხრივ რომ ან ფასად რო ჩავითვალოთ სტუდენტი ან როდესაც 2005 წლს ამას ემატება ბინის ფული, ქსეროქსის ფული, ლიტერატურა, ტრანსპორტის ფული და არის ძალიან დიდ ხარჯებთან. აი შევიაზრდით რამდენად უწყობს უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომ გათავისუფლდნენ ისეთი დამატებითი ხარჯებიდან. ეს იქნება ქსეროქსი, ან თუ კიდე წიგნების რაოდენობა ბიბლიოთეკაში. ეს არის პრობლემა, რომელიც საქართველოში არსებულ ყველა უნივერსიტეტს აწუხებს და შეხება ქსეროქსებს, ვეზერ უჭიროთ ჩემს უნივერსიტეტში ქსეროქსების პრობლემა, თუმცა არის მეორე პრობლემა. ანუ მოსწავლე საქართველოს უნივერსიტეტში ამ ხრივ ასე თუ ისე სისტემა, სტრუქტურა ასე თუ ისე დაბალანსებულია, თუმცა როდესაც ერთი წიგნის საფასური არის 40 ლარი, ანუ სწავლის საფასური და მეტი ცოტა ნამდვილად რთულია იცი სტუდენტისთვის ერთ რიგში დაწარმოებინა რამდენი საგანია და რამდენი წიგნს შეიძლება შესაძლებელი ნამდვილად რთულია თან სტუდენტი არის ის ამ ყოველ სტუდენტის მშობელი იხდით სტუდენტი არის ის იქნა გამომდინარე რომ არის დაწესების პრობლემები უკვე ცალკე საკითხია მართლა ძალიან რთულია ბავშვით რაც შეეხება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მე ვიცი არსებული სიტუაცია იქნა გამომდინარე რომ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი სწავლობს იქ და თავის უფლებას ინფორმაციის სახელით ვისაუბრო ქსეროქსებში და გავს რაღაცეებში ძალიან დიდი თანხები ეს მეგობარი ყოველს პრობლემაა დიახ მაგრამ უწყობს უნივერსიტეტის იცი რა მართლა არ უნდა იყოს ქსეროქსებზე ან იქეთია გადაგაჭირდა კიდე ერთი პრობლემა გეიდაიჭოდში დავასრულებ ანუ თუ არ არის ქსეროქსებში შესაბამისი შეხედვები უნდა იყოს შესაბამისი დონის ლიტერატურა რომ დაჯდეს სტუდენტი ბიბლიოთეკაში და მიიღოს ის მასალები მიეწოდოს ისეთი მასალები რომელიც დაეხმარებოს ერთის მომზადებაში ხო როდესაც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არის ერთი ან მაქსიმუმ ორი წიგნი საერთოდ საბჭოური გადმონაშთებიდან ძალიან ძველი ძალიან რუსულ ენაზე ხო არ არის ხო შორის საზღვაო აკადემიაში მე როგორც ვიცი არის ერთი ლექტორი რომელიც ლექციას კითხავს რუსულ ენაზე მე მესმის როდესაც რუსული სექტორის ანუ ის არის განყოფილება იქ შესაძლებელია რუსულ ენაზე წაიკითხოს მაგრამ როდესაც არის ქართული სექტორი რატომ უნდა წაიკითხოს ლექტორმა რუსულ ენაზე სტუდენტს უნდა გაუჩნდეს პროტესტი ის გრძნობა ახსნება ამ ყოველფერზე რეაგირება არ ეხება ამ ყოველფერს ყურადღება რაც არის პოლიტიკის პრობლემა ეს ისე მინების ხაროს სტუდენტის პროექტი იმიტომ რომ ისინი არ არიან განვითარებული გამომდინებულება და არ არის აქტიური გამომდინებულება კეთ შენ ხარ აქტიური სტუდენტი და ერთვები აი იმ პროცესებს ეხებულობ იმ ღონისძიებებში მონაწილეობას რაც უფრო შეამცირებს აი ამ ფაქტს და თქვა მოგვცემს უფრო უკეთეს საშუალებას რომ მიიღოს შესაბამისი განათლება. რა ხდება იცი მე ვარ ვერ ვიტყვი რომ მაქსიმალურად აქტიური ვარ და მაქსიმალურად ვერთობი ამ პროცესებში თუმცა ვცდილობ ყველაფერზე გამოხატო ჩემი პროტესტი ყველაფერზე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია როდესაც ლექტორის გარკვეული ქმედებები არ მომწონს ყოველთვის ვაფიქსირებ ამ ჩემს წერტაჩი ვარ შევდივარ ადმინისტრაციასთან და გარკვეული ტიპის ზომის ვიღებებ ჩემი პრობლემა გადაიჭრას და მაქსიმალურად ვაკეთებ ამის მისაღწევად
ვცდილობ და ჩემი მეგობრებიც ჩავსვა ამ პროცესებში მაქსიმალურად, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ იცი როგორ დამოკიდებული ვარ, კაი, გულოსილად რო გითხრა. ანუ სტუდენტებს აქვს ისეთ დამოკიდებულება, იცი რა მე რო პროტესტი გამოვა ლექტორი და ისე გადამეკიდება. პროტესტი, როდესაც ნუ მე მაქვს საშუალება რომ რაღაც გავუძიმო ლექტორს, არაფერი პროტესტი არ გამოუცხვა და ნუ ის არის ერთი პრობლემა. მე რო თქვა, მარტო მე რას ვიცამ, ხო? მარტო მე რა 40 ჯუმათაიძეს ერთი საუბრობს, თავისთავად იმედი. ხშირად არის მოვლენები, როდესაც და ფაქტები პირველ კურსზე როდესაც მაქსიმალურად აქტიურები არიან, რაღაც სიტყვი უწევთ, რაღაც მაქსიმალურად აქტიურები. და მე რო ხედავენ, რომ თავიანთ აქტიურობას, თავიანთ პროტესტს არანაირი შედეგი არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ მათ თანაკურსელების მხრიდან არ მოდის ხარდაჭერის მომენტები, როდესაც მხოლოდ ერთნი არიან, რომლებიც რაღაც პროტესტს გამოთქვამით, ხელს იციან ამ პროცესებზე, ამ ყველაფერზე, ამ პროტესტის გამოხატვაზე და მეორე მესამე კურსზე ისე მიდიხარებულ დამოკიდებული. ანუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სწავლა გახდეს ხელმისაწვდომი. ან ის 250 იყო 2500 ლარი კაცრავთ გახდეთ, ადვილად იქნებ გადახდილი. და ასე შემდეგ. ანუ ის ქსეროქსების კი, არის რამდენიმე ვარიანტი არსებობს ამ ყველაფრის. პირველი ვარიანტი სწავლის საფასური შემცირდეს, ანუ 2250 ლარი გარკვეულ ხანზე ჩამოვიდეს, ადრე იყო 1500 ლარი რომის გადახდაც უჭირდათ მშობლებს და შემდეგ წარმოგიდგენა გადაძილი ფასის პირობებში რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ ხო მშობლები. მეორე ვარიანტი არის, რომ დამატებითი ხარჯების გადახდა, დამატებითი საფასურების გადახდა იგივე სახელმწიფოებში, იგივე ქსეროქსებში. ესეთი ანუ უცხოეთში ქსეროქსში ფულსტუდენტი არ იქნება. აი თუნდაც უნივერსიტეტში არის. მოდით აი ამ კაცები ჩაუბრალდეთ ევროპა და ჩვენ ვარ. არა, მაგრამ ჩვენ გვინდა საქართველოს რა გავიხსენოთ. ევროპას ვიდექით. და მეორე ვარიანტი ქეთი, მესამე ვარიანტი არის ის, რომ სახელმწიფო გრანტების რაოდენობა გაიზარდეს. მე გეტყვით ფაქტ შარშან, ანუ 21 წელს მათემატიკის, ანუ დამატებით საგანს რომელსაც საბარი მიმართულებით ხდება გრანტების გაცემა, ხო? მათემატიკის მიმართულებით 299 ადამიანს მისცეს მთელი საქართველოს მასშტაბით სრული დაფინანსების პროგრამა, რაც ვთქვი, მართლაც იდეა და არ წარმოადგენს ისეთ შეღავას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტებს მიეცეს საშუალება კეთი ერთი წუთით მეორე კეთი ჩაგეჭრები. მინდა გითხრა რომ ანუ წავ ვისაუბრეთ ჩვენ ლექტორზე და უშუალოდ სტუდენტზე და შენი აზრით განსაზღვრავს თუ არა ლექტორისა და სტუდენტის ურთიერთობის ფაქტორი რომ სტუდენტი იყოს უფრო მიზანდასახული, უფრო სტიმულირებული და უფრო ასე ვთქვათ ხალისიანად ისწავლოს აი ამ ლექტორის საგანი. კიდევ ერთი ძალიან დიდი პრობლემა და სწორედ ამ შედა ძალიან კარგია რომ აღნიშნე. იცი რა მომენტია ძალიან ბევრი სტუდენტი უბრალოდ ლექტორს ლექციის წაკითხვა პირდაპირ მნიშვნელობით ესმის. ახლა პირდაპირ მნიშვნელობით ესმის იცი რა თავის დაინტერესებაში, თავის პროფესიაში არ შედის ის, რომ სტუდენტი დაინტერესოს რაღაც გაატანოს ლექციიდან სულ მცირე რაღაც მაინც. უბრალოდ შემოდის მოვალეობით მოხდის მიზნით, რომ რაღაც დაიწყოს ხელფასი აიღოს ამ შემთხვევაში. კიდევ ერთი მომენტი, სტუდენტები რომ არ დადიან ლექციებზე, ვისი პრობლემაა, თვითონ სტუდენტის პრობლემა თუ ლექტორის პრობლემაა. მე ვთქვი, ლექტორის პრობლემა არის უმეტესწილად იქიდან გამომდინარე, რომ და აგრეთვე ადმინისტრაციის და სისტემის პრობლემაა. თვითონ ანუ ადმინისტრაციის მხრიდან უნდა მოხდეს გარკვეული ზომების მიღება, რომ სტუდენტები მიდიდნენ ლექციაზე, აგრეთვე ლექტორის მხრიდან უნდა მოხდეს იმ ზონის დაინტერესება, რომ სტუდენტს შეეხალისოს ლექციაზე მისვლა და იმის გამო მივიდეს სულ მცირე, რომ ანუ სასიამოვნოდ გაატაროს ეს ყველაფერი, ბევრი რაღაც წაიღოს ლექციიდან. მე ვთქვი, ესეც საკმაოდ პრობლემას წარმოადგენს და ანუ სტუდენტი რომელიც სწავლობს საზღვაო აკადემიაში წერს რომ ჩვენი ლექტორი არ კითხულობს რუსულადო ლექციებსო თარგმნის ქართულად და ისე გვაძლევსო. არამედ ადმინისტრაციული ფაქტი ვიცი რომ თუ გნებავთ გაიცემის დასრულების შემდეგ მე დავუკავშირდები სტუდენტს და ზუსტად გეტყვით იმ ლექტორის სახელმწიფოს რომელიც ნამდვილად რუსულ ენაზე კითხულობს ლექციას. პირდაპირ რუსულ ენაზე როდესაც ერთმა სტუდენტმა დაუსვა არანაირი მიადგება არ მოყოლია ამ ყველაფერს. კეთი ან სტუდენტი რო იყოს დასაქმებული შენი აზრით შეძლებს უარი თავისი თანხებით დაფაროს სწავლის საფასური. პოლიტიკა რო იყოს სწორედ შემუშავებული, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენება სტუდენტებს უმრავლესობა არის დაუსაქმებელი, ხო?
ანუ გააჩნია დასაქმების შემთხვევაში ხელფასების რაოდენობას, ну ის ერთი პრობლემაა, რომ საერთოდ დასაქმების დონე და ხარისხი არის ძალიან დაბალი და ძალიან ცოტა სტუდენტია დაფინანსებული, დასაქმებული. და მეორე მომენტია, რამდენი იქნება ანაზღაურება, ხომ ვფიქრობ ქართულ პირობებში, ნამდვილად არ არის შესაძლებელი, რომ სტუდენტის დასაქმების პირობებში, ანუ არ იქნება იმ დონის ანაზღაურება, რომ სტუდენტმა თვითონ შეძლოს ელემენტარულად, რომ გადაიხადოს თავისი სწავლის საფასური გზის ხარჯების დაფარვაზე და ანუ საკონტროლო მოწყობაზე და სხვა რაღაცების საუბარებაზე. ჩვენ გავესაუბრეთ რამდენიმე სტუდენტ და ზოგმა დააფიქსირა თავისი ასე ზოგმა ისე, მაგრამ გამოიკვეთა მთავარი, ასე ვთქვათ, საკითხი. ანუ დაიბადა კითხვა. ლექტორმა ასწავლოს უნდა თუ არა სტუდენტს თავისი საქმის გარდა სხვა რამე. აი რა უნდა ასწავლოს მაგალითად ლექტორმა სტუდენტს თავისი საქმის გარდა. და რა ხდება იცი? სტუდენტი როდესაც მიდის უნივერსიტეტში, თუნდაც სამართალი თუნდაც მათემატიკა არ აქვს პროგრამის საგანი იქნება, ხო? სტუდენტი არ მიდის აქ იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტული საგანი წელს სტუდენტი უნივერსიტეტში მიდის, რომ სხვა უნარჩვევები გამოიმუშავოს ამას გარდა, ხო? ლექტორმა უნდა ჩამოუყალიბოს ამად ბავშვს თავისუფალი აზროვნების უნარი, ანალიტიკური აზროვნების უნარი, სხვა უნარჩვევები, რომელიც აუცილებელია, რომ უნივერსიტეტში დამთავრებულ სტუდენტს ჰქონდეს, ხო? აქ მხოლოდ პროფესიულ უნარჩვევებზე არ არის საუბარი. კაცი ძალიან დიდი მადლობა მართლა ძალიან დიდი მადლობა დიდი ადამიანი ხარ და მადლობა ამისთვის. ნახოთ ახლა სიუჟეტი, რომელიც დასაქმებას ეხება. დიახ, და რომელიც მომდენა ქეთია ლეიშვილმა და მარიკა ზაქარიამ. ხო, სიუჟეტი. გელოდი ბრუნჯაძე პრესკაფეს ერთ-ერთი კლიენტისთვის რძიან ყავას ამზადებს. ბარმენის კურსები გავლილი არ აქვს. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დასრულების შემდეგ აქ მეგობრის რჩევით მივიდა. ჩემი მიტანის პოზიციაზე მუშაობდა. პროფესიით გემწამყვან ხევის შემოსავალი აკმაყოფილებს, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ სხვაზე და გემზე ოცნებას თავი დაანება. დავამთავრე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტი. მოსაყვანი, მუშაობ პრესკაფეში ბარმენად. ანუ ჩემი ისურვილია რომ გავაგზავნო ჩემი პროფესიით მუშაობა მეთვალყურე. თიკო მირცხლავა მომავალი ბუღალტერია. ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტს ჰქონდა მცდელობა სამუშაო დაეწყო. პარალელურ რეჟიმში მუშაობა იმიტომ უნდა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ კარგი სამსახური იპოვოს. რა თქმა უნდა, მქონია სურვილი მემუშავა და მცდელობაც, მაგრამ უშედეგოდ ვფიქრობ, რომ პრაქტიკაც ძალიან საჭიროა. მე გახლავართ მეორე კურსის სტუდენტი და როდესაც დავამთავრებ სასწავლებლებს, ვფიქრობ, რომ პრაქტიკა ერთ-ერთი ხელშეწყობილი ფაქტორი იქნება იმისა, რომ დავიწყო კარგ ადგილას სამუშაო. ჩვენი ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ თიკოს გაუმართლა. იგი ერთ-ერთ ორგანიზაციაში სტაჟიორად დაიყვანეს. წადო ცეცხლაძე 13 წლის განმავლობაში საკუთარი თავის მინდანის ამპლუაში გამოსცადა. ამ პროფესიამ ამოხსნა დაანახა ადამიანების მიღებების გარეშე. 22 წლის ჟურნალისტი ჯერ კიდევ 17 წლის იყო, როდესაც უნივერსიტეტში მეგობრებთან ერთად ჯერ გაზეთი და შემდეგ ის სატელევიზიო პროექტი გააკეთა. ამჟამად უმნიშვნელოვანია, მაგრამ თანაწოლებისთვის როგორ იპოვოს სამსახური რჩევებს არ იშუქებს. დამთავრების შემდეგ თითოეული დამსახურებელი კომპანია იწვევს მარკეტინგ გამოცდილებას ახალგაზრდებისგან, რომელსაც ვერ მიიღებ სტაჟირების და პრაქტიკის გარეშე. მაგრამ ჩემი რჩევა იქნება ახალგაზრდებისათვის, რომ სტუდენტობის დროიდან დაიწყონ აქტიურად სტაჟირებისა და პრაქტიკების პროგრამებში ჩართვა, რაც მათ დაეხმარებათ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ადვილად დაიწყონ სამუშაო. ნინო ზოსიძე მაგისტრია, პროფესიით მენეჯერი. 6 წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანია ალდაკი BCI-ში მუშაობს. ამან ამჟამად საუსახმობელია. სამუშაოს მიტოვება მოუხდა, რადგან ხელშეწყობა არ ჰქონდა. მუშაობდი სამუშაო გამოძიებასაც შეეხება, მუშაობდი სადაზღვევო კომპანია ალდაკი BCI-ში, სადაზღვევო წარმომადგენლის პოზიციაზე. თუმცა ამჟამად აღარ მუშაობ, წამოვედი სამსახურიდან, ვინაიდან მე პარალელურად ვსწავლობ მაგისტრატურაში და თქვათ დრო არ მიწევდა ხელს, რომ მედროულად მესწავლა და მემუშავა. ჩვენ ქალაქში ეს თქვათ არ არის ხელშეწყობა, რომ თქვათ ამ უნივერსიტეტი უწყობს ხელს, თქვათ სტუდენტს და არც დამსაქმებელები, რომ ერთდროულად იმუშავა და თქვათ ისწავლოს. მირანდა ჩერტვიანი ფიქრობს, რომ შრომის ბაზარზე არსებული კრიზისი კადრების დეფიციტმა გამოიწვია. არის მეორე პროფესიონალიზმის პრობლემაც.
ადამიანთა ძალიან დიდი ჯგუფები ისიც მანამდე შრომით ბაზარზე იყო დასაქმებული და ჰქონდა გარკვეული გამოცდილება, მზად არ აღმოჩნდა. გარდა ამისა, ახალი კომერციული სტრუქტურები ორიენტირებული იყვნენ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, გამოწვევებისთვის, მათ თანამედროვე სამყარო უყენებს და ამისთვისაც არ აღმოჩნდა მზად შრომითი ბაზარი და ამან გამოიწვია გარკვეული აი სწორედ ის ბალანსი, რაც დღეს გვაქვს სახეზე. თუმცა მე ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში ეს პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს, ეს ბალანსი თანდათან აღმოფხვრადია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რესპონდენტების უმრავლესობა სამუშაოს ისტებს ან უკვე აქვს, უმუშევრობა სოციოლოგიური გამოკითხვებით მოსახლეობისთვის ნომერ პირველი პრობლემაა. ჩვენ შემდეგი სტუმარი არის ჟურნალისტი ტატო სეცხაძე, რომელიც საუბრობს დასაქმების პრობლემაზე. სანამ ტატოსთან გადავალთ, ვიტყვი, რომ არც მე და არც თუ არა ვარ ჟურნალისტები შესაბამისად ძალიან კრიტიკულები ვიქნებით ჩვენს მიმართ და ტატო პირველ შეკითხვა. შენი აზრით, არის თუ არა სტუდენტების მთავარი პრობლემა დასაქმების პრობლემა? პირველ რიგში მივესალმებით ინტენსივურ მაყურებელს და ასევე თქვენ ძალიან კარგი გადაცემა არის, ძალიან კარგი სახელით, ასევე შევიზღუდავთ ფიურცე და გისურვებთ, რომ ასე შევიზღუდავთ თქვენი ჟურნალისტური კარიერა დაიწყოთ, იმიტომ რომ თქვენ უკვე ჟურნალისტიკის პირველ ეტაპზე ხართ და ამის შემდეგ გისურვებთ, რომ გქონდეთ პროფესიული და რაც შეეხება უშუალოდ პრობლემას, მე პირადად ვთვლი, რომ სტუდენტების დასაქმება პირველ რიგში არის უკვე ეს პირველი პრობლემა ვიდრე უნივერსიტეტის, იმიტომ რომ სტუდენტები არიან უფრო მეტად ინდიფერენტულები ყველა საკითხის მიმართ, ვიდრე ეს მათ მოეთხოვებათ. ანუ პრობლემა არის სტუდენტების დასახელებული იმაში, რომ ისინი არ აქტიურობენ, მიარჩიათ, რომ მხოლოდ უნივერსიტეტი არის ლექციების წასაკითხი ადგილი, სადაც შეგიძლია მოусმინო ლექტორს, ანუ მოусმინო მხოლოდ იმ მხრივ, რომ იძე ლექციაზე და მოისმინო უშუალოდ რა გეუბნება ლექტორი, ან რა რჩევებს გაძლევს ის. და ამის შემდეგ, როცა უნივერსიტეტიდან გამოდიახ, შეიძლება დამკვიდრე, რომ იცი რა, მე უნივერსიტეტი დავამთავრე, მაქვს დიპლომი, თუმცა არ მაქვს სამუშაო. ამ შემთხვევაში პრობლემა სტუდენტებმა უნდა ეძიონ საკუთარ თავში, ვიდრე იმაში, რომ ვიღაცა არ მივიდეს დასაქმება. თუმცა რომ არ არსებობს სოციოლოგიაში პრეცედენტი, როცა ანუ არსებობს საკუთარ უნივერსიტეტი, რომელიც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გასაქმებენ, მაგრამ ასაქმებენ იქაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი არიან აქტიური სტუდენტები და თუ კი მათ აქვს შესაბამისი. ანუ პრობლემა არის სტუდენტებში, ხო, პასიურები არიან. კი ბატონო, მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას, პირადად ჩემი მოსაზრება არის ესეთი, რომ პრობლემა არის უშუალოდ სტუდენტებში და არა გარემოში ან ქალაქში კონკრეტულად. ზოგადად რომ ბათუმი არის პროვინციული ქალაქი და სწორედ ამიტომ ჭირს დასაქმება. მე მყავს მეგობრები, რომლებთან სწავლობდი უნივერსიტეტში, რომლებთან ახლა დღეს მუშაობ. ეს ადამიანები ვიყავით გუნდი, ასე რომ ვთქვათ, რომლებიც უნივერსიტეტიდან დაწყებული, პირველი კურსიდან დაწყებული აქტიურად ვიყავით ჩართული საუნივერსიტეტო საქმიანობაში, უნივერსიტეტის გარეთ პრაქტიკების მიღების მხრივ და ასე შემდეგ და უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ჩვენთვის არ იყო სამუშაოს პოვნა რთული საკითხი, იმიტომ რომ უკვე ჩვენ მქონდა გამოცდილება, უკვე სივრში მქონდა კონკრეტული ტრენინგ სემინარები, კონკრეტული პრაქტიკები გავდიდი, კონკრეტული უნარჩვევები გავუმუშავებდი, რის შემდეგაც ჩვენ აუცილებლად დავსახდით. დღეს მე მაქვს მაგალითად ეხლა სამი სამუშაო, შეიძლება ბევრი წუთაც იყოს ასაცილო, რომ მიუხედავად, ხო? დღეს 23 წლის, მაგრამ მაქვს სამი სამუშაო და არასდროს სამ სამუშაოს ნაკლებად არ მიმუშავია. მხოლოდ იყო ერთი თვე. სწავლობდი მაშინაც? როცა სწავლობდი, თუ ჩავხდით იმას 19 წლის ასაკიდან სამ სამუშაოზე ნაკლებად არ მიმუშავია. მხოლოდ იმიტომ, რომ როცა უკვე ადამიანები, ანუ იგივე არასამთავრობო სექტორი, იგივე მედია საშუალებები, იგივე რიგი ორგანიზაციები, იგივე ბათუმი არის ტურისტული ქალაქი, ძალიან ხშირად ტურიზმის მხრივ უფრო დასაქმება მარტივია. მე დამატებით სპეციალური ტურიზმი მაქვს, თუმცა არასდროს არ მიმუშავია და არც ვიმუშავებ, თუმცა არიან ჩემი კურსელები, რომლებიც ამ მხრივ ძალიან ბევრი დასაქმდა. სტუდენტები, რომლებიც გინ ლექციაზე საერთოდ რო არ უსმენდნენ, თუმცა იმას კონკრეტული რაღაცა გზავნილები მიიღეს ლექტორების მხრიდან, ანუ მხოლოდ თეორიული ან ქსეროქსით ან წინაგან ნაწილში გადაცემაში იყო საუბარი, მხოლოდ ქსეროქსით ვერ ისწავლი ვერაფერს, ლექტორი კონკრეტულ რჩევებს მოგცემს, რომლის მიხედვითაც შეიძლება ძალიან მარტივად ლოგიკური აზროვნებით მივხვიდე იმ დასკვნამდე, თუ რა მხრივ შეიძლება შენი ნიჭი განავითარო და რა მხრივ შეიძლება დასაქმდე. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება აი სიუჟეტის იყო ნათქვამი, რომ აი პირველი მეორე კურსიდან უკვე აქტიურად ჩაერთონ ტრენინგ სემინარებში, რაც მათ მისცემს დამატებითი უნარჩვევების გამომუშავების საშუალებას.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგ დასაქმებაში და აუცილებლად დამსაქმებელი ამ შესაბამის კანდიდატურების ცივებს განიხილავს და ამ ცივში მხოლოდ და მხოლოდ მოცემული არის სად სწავლობდა, რა განათლება აქვს, რა უმუშავედ რა სემინარები ან დამატებითი უნარჩვევები აქვს გამომუშავებული. ანუ მაქსიმალურად ეცადონ სტუდენტები, რომ ჩაერთონ ეს პროექტებში, არის ხშირად პროექტებისა, რომელიც გულისხმობს, რომ ისინი უფასოდ იყვნენ ჩართული, თუმცა ეს აღნიშნავს, რომ შენ დროს უქმად კარგავ, ეს ნიშნავს, რომ შენი მუშაობი უკვე დამატებით უნარჩვევებს, რომლებიც შემდეგ ეხმარება დასაქმებაში. და შემდეგი კითხვა არის, ეხლა რაღაცა გამახსენდა, ანუ ძალიან მაინტერესებს შენი პასუხი. აი ვთქვათ, რომ გაქვს ორგანიზაცია, ხო? და მოდი შენთან სტუდენტი თავისი CV-ით დაამთავრა უნივერსიტეტი, თან არჩინებით დაამთავრა, მაგრამ არ აქვს არანაირი სამუშაო გამოცდილება. აიყვანით თუ არა ეს სტუდენტი, რომელსაც არანაირი არის. და ანუ ალტერნატივა არის, ანუ გაქვს საშუალება მიიღო, ასე ვთქვათ, ეს ზემოთქმული სტუდენტი და აგრეთვე გამოცდილი სტუდენტი, რომელს შორის გაკეთები არის. ძალიან რთული კითხვა არის, იმიტომ რომ მე როგორც ასეთი დასაქმებელი არცერთ არ ყოფილვარ, თუმცა მაქვს საკუთარი აზრი ამასთან დაკავშირებით. ანუ როგორ სტუდენტს ავიყვანდი მე. ვიტყოდი ჩემი ანუ უნივერსიტეტიდან გამომდინარე, უნივერსიტეტი დავამთავრე წელიწად ნახევრის წინ და ყავდა კურსელები, რომლებიც აი თეორიულ ცოდნას რაც კი იყო უნივერსიტეტში აბსოლუტურად ფლობდნენ ფრიაზე, ანუ არ არსებობდა იმათთვის სემინარი, კოლოკვიუმი, რომელიც არ დაეწერა ფრიაზე, თუმცა ეს ადამიანები იყვნენ ნაკლებად აქტიურები. მათი აქტიურობა გამომდინარეობდა მხოლოდ ლექციებზე. და არსებობდა ასევე კატეგორია მეორე სტუდენტებისა, რომლებიც იყვნენ აქტიურად ჩართული საზოგადოებრივ პოლიტიკურ საქმიანობაში. პოლიტიკურ საგულისხმობ მაინც და მაინც რომელი პარტიის მხარდამჭერს, ანუ ქალაქიდან გამომდინარე, ქალაქის ცხოვრებიდან გამომდინარე ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები. ანუ ვიტყოდი იმას, რომ სტუდენტებს, რომლებიც იყვნენ აქტიურად ჩართული აი ასეთ საზოგადოებრივ საქმიანობაში, იმათ უფრო გაუმარტივდათ დასაქმება, იმიტომ რომ უფრო მეტად გამოცდილები, უფრო მეტად ლაღები და გახსნილები აღმოჩნდნენ დამსაქმებლის მიმართ, ვიდრე სტუდენტები, რომლებიც იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ აუდიტორიაში ჩაგეტილები. ამიტომ მიმაჩნია მე, რომ სტუდენტები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ თეორიული ცოდნა, ანუ სიტყვაზე ილია ჭავჭავაძის ყველა ლექსი შეიძლება იცოდნენ ზეპირად, ან კონკრეტულად სფეროში. კი ბატონო, მივარ მაგას ვხამდეთ. კონკრეტულად თუ კი ჰქონდათ კონკრეტულ სფეროში ცოდნა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ამ სფეროში, მაგრამ პრაქტიკიდან გამომდინარე დამანახე შენ, როგორც სურვილმა ამ სამუშაოს მაძიებლისა, რომ შენ გაქვს უნარი, შენ გაქვს სურვილი, შენ გაქვს ნიჭი იმისა, რომ აითვისო. მე არ მჭირდება სტუდენტი, ძალიან ცუდ ტერმინი შეიძლება გამომივიდეს, ეს არის მუდო, ანუ ცოდნის მხრივ შეიძლება იყოს გასაგები, მაგრამ მუდო სტუდენტი, რომელიც იჯდება და არაფერს გამიკეთებს. მე არ ავიყვანდი ასე სტუდენტს. ყოველთვის მირჩევნია ნაკლებად შეიძლება განათლებული, ანუ ზოგადი განათლება, რომელიც ძალიან პოპულარული ტერმინია საქართველოში, ზოგადი განათლების მქონე სტუდენტი და აქტიური, ვიდრე აყვანო ცოდნე და ძალიან პასიური სტუდენტი. ანუ შენ უკეთესობას აჯერ პრაგმატულ დიპლომას, ასე ვთქვათ, კი. კარგი, ანუ დადო, ჩვენ ანუ შენ იყავი სტუდენტი, ქონია აი გარემოს და ატმოსფეროში მოღვაწეობის, ასე ვთქვათ. როგორც გარემოს ძალიან აქტიური სტუდენტი ყოფილი. ანუ შენი აზრით, აი შენი გადმოსახედიდან რამდენად აქტიურები არიან დღესდღეობის სტუდენტები და განაპირობებს თუ არა სტუდენტების აქტიურ ცხოვრება თავიანთ მომავალს. და რა რჩევები შეიძლება მიცე გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა? კი ბატონო, ესე იგი მე ვიტყოდი, რომ აი 2006 წელს, როდესაც მე ჩავაბარე უნივერსიტეტში, მე ვიყავი მეორე ეროვნული გამოცდების მოხვედრილი სტუდენტი უნივერსიტეტში. აი, როდესაც მე უნივერსიტეტში მოვხდი, მაშინ უნივერსიტეტი იყო სულ სხვა. ანუ სულ სხვა გულისხმობ იმაში, რომ უნივერსიტეტში მაშინ იყო სტუდენტები ძალიან აქტიურები, მაშინ ყველა სტუდენტი აქტიურად იყო ჩართული საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, საქალაქო ცხოვრებაში. აი, დღეს მე როდესაც მივდივარ უნივერსიტეტში, ძალიან ხდება გული იმაზე, რომ სტუდენტები დროს ატარებენ ძირითადად უნივერსიტეტის ეზოში სკამებზე, ჭორაობაში და სიგარეტის გაბოლებში. ეს შეიძლება, იმიტომ რომ ლექციები არის ამოინტერესო. არა, მე ვერ დავახმები მაგას, იმიტომ რომ ჩემთანაც იყო ლექციები, ვერ ვიტყვი, ჩემს დროს იყო ლექციები ძალიან კარგი, იმიტომ რომ ჩვენ თითქმის იგივე ლექტორები გვასწავლიდნენ, ვინც გასწავლით თქვენ.
ანუ ერთი და იგივე ლექტორები თითქმის არ შეცვლილა უნივერსიტეტში ლექტორები, იმიტომ რომ ამ მხრივ მეორე პრობლემასთან მივიდოდი ლექტორების ნაკლებობის პრობლემასთან და სწორედ ამიტომ ვერ იცვლება უნივერსიტეტში ლექტორები. ოღონდ სტუდენტები არიან თვითონ აი დამოკიდებულება აქვს, რომ უნივერსიტეტი მათთვის არის გართობის საშუალება, ვიდრე უფრო განათლების მიღების და დასაქმების ამავე დასაქმების პრობლემის მოგვარების საშუალება. და ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ ანუ არ მინდა რომ გავიმეორო იგივე რაც ეხლა თქვი, თუმცა აქტიურობა არის ძალიან გადამწყვეტი. თქვენ ამ პროექტში როცა ხართ ჩართულები, თქვენ უკვე გაქვთ პირველი ეტაპი, ანუ სივრში გაქვთ გარკვეული მონაკვეთში უკვე შევსებული ერთი საკითხი, რომ თქვენ უკვე რაღაცა გამოცდილება მიიღეთ ამ სფეროში. შეიძლება თქვენ სამომავლო ჟურნალისტიკაში არ გააგრძელოთ, თუმცა დამსაქმებელი მეტად ჩახედავთ. ხო, ძალიან რთული არის და ჩემი რჩევა იქნება, რომ ჟურნალისტიკას არ გავხოთ, იმიტომ რომ ძალიან რთული საკითხი არის ეს და არასდროს ძალიან დაუფასებელი პროფესიაა, თუმცა ეს სხვა საკითხი არის, ან თქვენ უშუალოდ სტატისტიკა მივუბრუნდეთ, თქვენ უკვე სივრში გაქვთ ერთი პუნქტი შევსებული, რაც თქვენ დასაქმება შეიწყობს ხელს და ასევე სტუდენტები თქვენი კურსელები იქნება ძალიან ბევრი, რომლებიც არიან უნივერსიტეტის შემდეგ ან კაფეში წასვლის, ან პირდაპირ სახლში წასვლის შემოიფარგლებიან. აი, მერწმუნეთ, რომ ეს ადამიანები უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რაც არ უნდა კარგი დიპლომი ჰქონდეთ, რაც არ უნდა კარგი პატრონი, ჭალებში ვთქვათ, ყავდეთ, ძალიან გაუჭირებათ დასაქმება, იმიტომ რომ დღესდღეობით არის ბაზარი ძალიან გახსნილი, ძალიან თავისუფალი არის დასაქმების ბაზარი და ამ მხრივ ყველა ადამიანს ურჩევნია მიიღოს აქტიური სტუდენტი, რომელიც შემდეგ შეიძლება გამოადგეს უკვე სტაჟირების შემდეგ, ან პრაქტიკის შემდეგ უშუალოდ შტატში ჩასმის, ვიდრე სტუდენტი, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ თეორიული მხრით. ისე არის, აი თავი პრობლემა მარტო სტუდენტებში არ არის, ანუ რომ ისინი პასიურები არიან, იმიტომ რომ იცნობ ძალიან ბევრი ადამიანს, რომლებიც მართლა არიან აქტიურები, უბრალოდ არც უნივერსიტეტი უწყობს ხელს, რომ ისინი დასაქმდნენ და არც თვითონ დამსახურებელი. და გეტყვით, აი გრაფიკი მაგალითად, ხო? აი, გაიქო გრაფიკი რო არ იყოს. სიტყვაზე დილის სმენაში თუ უნდა მივიდეს სამსახურში, ლექციებს გააცდეთ, თუ არ მივიდეს სამსახურს დაკარგავს, ხო? ანუ შეიძლება იყოს აქტიური, მაგრამ სტუდენტებმა უნივერსიტეტმა კი ბატონო, ამ მხრივ ჩვენი უნივერსიტეტის ან კი ბატონო, ჩვენი უნივერსიტეტის მხრივ მე რაც ვიცი, ანუ ჩემი სტუდენტობის დროიდან გამომდინარე, ერთადერთი შეღავათი ჰქონდათ მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებსაც ჰქონდათ საშუალება, რომ დღის მეორე ნახევარში, ანუ 6 საათის შემდეგ, მეორე ნახევარი კიდევ უფრო საღამო გამოდის, 6 საათის შემდეგ ჰქონდათ ლექციები, ხო? ანუ და იმათ ჰქონდათ საშუალება, რომ მუშაობის პარალელურად უნივერსიტეტში მიიღოს განათლება. თუმცა ბაკალავრიატის სტუდენტებს ამის საშუალება არ აქვს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სტუდენტს ამ მხრივ არ ჰქონდეს სიტყვაზე სურვილი რომ დასაქმდეს, იმიტომ რომ თქვენ როგორც ანუ ხართ ხის სმენაში, ასე რომ ვთქვათ, ხის ცვლაში სწავლობთ, თუმცა პარალელურად ახერხებთ ძალიან ბევრი რამის კეთებას. იგივე ტრენინგ სემინარების მხრივ, იგივე დასაქმების მხრივ, იგივე პროექტების ჩასვლის მხრივ. ამ მხრივ სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია მხოლოდ რომ სრულ შტატზე იმუშავებს, ანუ მაგალითად ეხლა სხვა სპეციალობიდან გამომდინარე, ანუ ბანკში რო სამუშაობს ადამიანი, აი ნაკლიაჩემი მაგალითად იყო მეორე კურსზე, როცა დაიწყო საქართველოს ბანკში მუშაობა. თუმცა იმისთვის არ ყოფილა პრობლემა უნივერსიტეტის ლექციები, იმიტომ რომ ის როცა ახერხებდა მიდიოდა აუცილებლად კოლექციონერზე, იღებდა სამუშაო და სამუშაო სამხრივ რიგ შემთხვევებში, ანუ ვერ ვთქვი ყველა შემთხვევაში, მაგრამ რიგ შემთხვევებში უწყობდა ხელს და ასევე სტუდენტები კი არა უნივერსიტეტის ლექტორები უწყობდნენ ხელს იმაში, რომ როცა იმუშაობ უკვე, ნიშნავს, რომ უნივერსიტეტისთვის ხარ უკვე შენ სახელი, ანუ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შენ უკვე ხარ დასაქმებული, ეს უნივერსიტეტებს რიგ შემთხვევაში გარკვეულად პიარში ეხმარება. ანუ უნივერსიტეტის ლექტორები ეხმარებოდნენ იმაში, რომ ის სტუდენტები, რომლებიც მუშაობდნენ, აუცილებლად აბარებდნენ კონკრეტულ თარიღებში, ანუ მე-7 კვირა, როცა არის უკვე აუცილებლად აბარებდნენ ყველა ხალხის თეორიულ მასალას და ამ შემთხვევაში სტუდენტებს უკვე ჰქონდა ეს თეორიული საკითხები, და აუცილებლად ჰქონდა ეს სამი კომპონენტი საერთო ჯამში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უკვე არის საფუძველი შემოგვიყვება. Ja, da schon mehr mit der Sprache da haben jetzt zusammen vor der Diskussion also da wird jetzt ja so wie sagt ich schon also das Problem das haben wir
იცი რა არის ბატონობა პრაქტიკა არის პრაქტიკა მომავალში ასე თუ პრაქტიკა ის თეორია ბუნებია აი იცი რა არის მეტადოს თავად მე პრაქტიკა თუ ანუ მასა თუ პრაქტიკაში განახორციელო თეორიასაც ადვილად გაიგებ თუ თეორია ის პრაქტიკა არა ეს პატარა და თუ ჩემს სტუდენტურია და აი ჩემს სტუდენტებს მაგის საშუალება საქმე ისევე აქტივებზე, სადაც შეიძლება მიიღონ ის კვალიფიკაცია, რომელიც გამაგებად მომავალში. ახლა მე მითხრა ორინერი თემატი რომელიც დავაყენე, საქართველოს ნაციონალური ინსტიტუტი, ანუ იქ ძალიან ბევრი აი თითქმის 90% არის თემები, სადაც აი სულები არ შეგიძლია მიიღოს ეს კვალიფიკაცია, რომ შემდეგ რომელიმე ორგანიზაციაში ან სადღაც ასე ვთქვათ, გაიზარდოს შენი კარიერა ან არ ძალიან ბევრი ამაში მე მეკითხა კონკრეტული აქტიები ძალიან აი საუბარი მუშაობდი ყოველთვის ორთან ადგილას მიმოვანი. თუმცა რამდენიმე სიტუაციაში სამუშაოები ასეთია თუ არის სამოძებნო სამუშაოდან თუმცა ეს პროგრამირებული კატეგორია ჟურნალისტის შემოგვიყვება თავი და აუდიო და ამის შემდეგ გადავწყვეტ მიმუშავა რამდენიმე დღე მიტანის საქმიანობა ჩემს კავშირში არის და აქ სპეციალურია პროექტის პროექტში შემოგადა აი თეორია გამომდინარე ახლა აი კავშირში არის სამოქალაქო თუმცა მე იმუშავე რატო იმიტომ რომ ეს კატეგორიის სამუშაოები რომელიც ჩამოთვლილი გავიცანდი და სამუშაოები სამუშაოები ის სამუშაოები ეს შენ მასწავლებს ან ადამიანური ციოთები შენი ასე გახსნილობა რამდენად ხარგახსნილი რამდენად სასწავლო აუცილებლად აჩვენე აი ყველა სამუშაოში იგივე იმდანი იგივე შორგაციან ძალიან ბევრი სპეციალური არის რომელიც საქართველოში ხდება არაფერს სამუშაო ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ დღეს შენ ყავა მიგავს აი სასწავლო პერსონალთან ეს არის ეპიზოდები გრეშია ჟარგონი ახლა შენ და იფიქრო იმაზე რომ შენ ამით სწავლობ იმას რომ როგორ მოიყვება ადამიანს იგივე სწავლობ ელემენტარულ იმას რომ როგორ უნდა მოიქცე ბაში და ეს გეხმარება იმაში შენ რომ გამოიმუშავებ ძალიან ბევრი უნარჩვევები და ეს უნარჩვევები სამომავლო გეხმარება დამსახურებებთან ეხმარება სხვა ადამიანებთან ანუ ისინი ურთიერთობებს რაც უფრო მეტი მეგობრობს ის უფრო მეტი გარს საშუალება დაგჭირდება შენ იმიტომ რომ შენ მეგობრობს სხვადასხვა ადამიანთან სხვადასხვა წარმომადგენელთან ის ადამიანები როდესაც ნახავენ როდესაც ან მეგობრებთან გაიგებენ რომ არის კონკრეტული ვაკანსია აუცილებლად იმას დაახსენები შენ როგორც აქტიური პიროვნება როგორც ძალიან კარგი ადამიანი რომელსაც არასდროს საკუთარი შოუ და აუცილებლად ისინი განიცდიან რეკომენდაციას და შენ ამ შეგვიძლია რომ ჯერ დაიწყო პრაქტიკი შემდეგ სტაჟირები და შემდეგ აუცილებლად ინსტიტუტში და ეს სტატუსი უკვე ნიშნავს რომ შეიძლება ნახევრად განსხვავებული და შემდეგ ვეფორება რომ კარიერაში დახვიდე რამდენად დასწავლ წინ ეს დამოკიდებულება საერთაშორისო ანიმაციებზე და შეფასებებზე და დაგესურვი. აი რამდენად იმუშავება ანუ ზოგი ამბობს რომ არ იმუშავებს იმის საკუთრებას რომელიც არ ეხება თავის პროფესიას. არის ნამდვილი. იმიტომ რომ იმუშავია ჟურნალისტია დავამთავრე სამსახურია ჟურნალისტის განათლება თუმცა იმუშავია არ სამთავრობო სექტორში იმუშავია ევროპულ კომპანიაში იგი არის ჟურნალისტთა შეიძლება იმუშავია ასევე მიტანასაც იმუშავია ძალიან ბევრი მხრივ იმუშავია იმიტომ კი არა რომ კატოლიკოს და რასმონდას მიღების დროს მნიშვნელოვანია შემოსავლები თავისუფლად პროექტებში შტაბთან შემოსავლები අවსალებრივი შეიძლება პირამდე ან სპეციალისტები მაინც გადაიღება საკუთარ ხარჯს კონდექს ან რაღაცა კაფეში ჩამოსած ან ხავას მაინც
გადაიღო ყავის ახალ. თუმცა ამ შემთხვევაში თავი არის რომ გვეფიქრებოდეს სამუშაო. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც უნდა მუშაობენ. საქართველოში არის ეს პრობლემა. ამერიკაში არ არის პრობლემა. ძალიან ბევრი ამერიკელი პედაგოგი, რომლებსაც ჩამოსულ საქართველოში პედაგოგად არ არის განათლების პედაგოგი, არ არის ფილოლოგი, არ არის მასწავლებელი. თუმცა ისინი აქ ჩამოვიდნენ და არ ჩამოვიდნენ მხოლოდ შემოსავლის გამო. ამ ადამიანებს აქვს მიზნა დასახული, რომ ნახონ ძალიან ბევრი რამ, მიიღონ ყველანაირი განათლება, მიიღონ ყველანაირი გამოცდილება და შემდეგ თავის ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ დაეხმარება მათ თუ არ იმუშავებენ ძალიან მაღალ თანამდებობაში, რამის ამბიცია აქვს, რომ აუცილებლად მენეჯერი, დირექტორი ან ასე შემდეგ იყო, თუმცა იმას დაეხმარება იმაში, რომ იმას ძალიან მარტივად შეიძლება დასწრების პრობლემა არ არის, თუმცა მარტივად შეიძლება სამუშაო პოვნა. მარტივად შეიძლება ის, რომ საკუთარი უნარჩვევებისგან გამომდინარე, საკუთარი სურვილის გამომდინარე. დასახულის პრობლემები, ან ესეთი თავი მიზეზი არის ოჯახის ფაქტორი, ან შვილებს არაძენ საშუალებას ან გუგლში სიტყვაზე არიებს, ან ინტერნეტი მუშაობა ხაზი. ბატონო, აი, როგორც თქვა, ინტერნეტთან დაკავშირებით არის სტერეოტიპური დამოკიდებულება არის, იგივე რომ აი როგორც ბარში მუშაობს, არის სხვა დამოკიდებულება, თუმცა ამ შემთხვევაში არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც აი ბარში ამუშავებს და ბევრი რაღაცები შეიძლება იპოვოს ეს, თუმცა შოთების პრობლემა ამ შემთხვევაში ნაკლებადად მიმაჩნია არის. მე ყოველ შემთხვევაში ყოველთვის ვაღებ ადამიანის დიაგნოზისთან გამომდინარე პრობლემას, იმიტომ რომ შემშობლის რა თქმა უნდა გავხარდებოდა, რომ მე აი ელექტრიაში მუშაობის შემდეგ, ერთ-ერთი ცენტრალური არქიტექტურის მუშაობის შემდეგ ვინიშანი ამდენად მინდა, ხო? ეს რა თქმა უნდა შემოგვიდა გამომდინარე, თუმცა ანუ შენ შევიდე საქართველოში და საქართველოში დაარწმუნე იმაში, რომ შემჭირდება, შეგიძლია გარკვეულწილად არგუმენტები უთხრა ამ მშობლებს, რომ აი რაში ჭირდება ეს მშობლები აუცილებლად აგიგებენ, თუმცა არის რა თქმა უნდა მშობლების კატეგორია. რა თქმა უნდა, ასევე მშობლების კატეგორია, რომელიც კატეგორიის finansieri ადამიანში საფრთხეში, აი ამ განსაკუთრებით დაბალ შემოსავლიან და ნაკლებად სამუშაოზე ტრანსპორტიდან ახალი შემოსავალი. თუმცა მე ამ მშობლების ყურადღება შევა აუცილებლად შეიძლება საშუალება იმაში, რომ ეს ადამიანები, რომლებსაც ან სტუდენტები, რომლებსაც მშობელი აძლევს მაგალითად ყოველდღიურად 15-20 ლარს, აი მინიმალურად ხო, რომ სტუდენტები ისეთ კაფეში წავიდნენ და ასე შემდეგ. აი ამ ადამიანების ასოციაციის შექმნის დასახება უნივერსიტეტის შემდეგ ინტერეს სტუდენტებს პროგრამით გამომუშავებენ საკუთარი ასწავლების რაღაც ხარჯებს თავად. მე მაგალითად მე ხარ ძალიან ბევრი მეგობარი, რომელსაც მშობლები ძალიან უნივერსიტეტში პროფესორები, ძალიან მაღალ თანამდებობაზე არიან, ან ფაქტობრივად მაგალითად საქართველოში აი შემოსავალი 2000-დან ზემოთ ხო შემოსავალი და აი ყოველთვის იყვნენ ისეთი ნახები, რომ საკუთარ შვილებს ემუშავათ სტაჟიურად, პრაქტიკულად, ან ძალიან უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ჩემი მეგობრები, რომლებიც აი ასეთ ოჯახში, ასეთ პირობებში იყვნენ, ან თავად არ ჰქონდათ სურვილი, არ ჰქონდათ შემოსავალი, არ ჰქონდათ იმაჟი საფრთხელი, რომ თქვენზე გაეჭანათ თავი და არ ჰქონდათ სიტყვაზე ის შექმნება, რომ აი მშობლებს მეტი ვარდება. ამ შემთხვევაში ეს ადამიანები, ამ ადამიანების 80% დღეს არის უმუშევარი. ან მუშაობს მხოლოდ იმიტომ, რომ ყავს კარგი პატრონი. ან კარგად დაეხმარნენ მას, რომ ამ სამუშაოზე და მინახავს იგივე შემთხვევაში, როდესაც ამ ადამიანების მუშაობით არიან მოხმარებული თავისი განსაქმებები, თუმცა ისევ არ უშვებენ მხოლოდ და ვერ უშვებენ, იმიტომ რომ აი ვიღაცის რეკომენდაციით არიან მოსულები და ადამიანები, რომლებიც არიან პრაქტიკიდან, სტაჟირებიდან და თავისი აქტიურობიდან გამომდინარე დასაქმებულები, ამ ადამიანების მხრივ მე თითქმის არ მინახავს პრობლემა განსახილების პირდაპირ. ანუ შენი აზრით, აი სამსახური ისოა, ჭირდება თუ არა ეგრეთ წოდებული ჩამოსულობა პატრონი. არა. მე მაგალითად აი ჩემი პრაქტიკა უნდა არასდროს არ მქონია ეს კარგი პატრონი, ასე ვთქვათ. ზოგადად არ არის ეს პრობლემატური, იმდენად რამდენადაც ეს სტერეოტიპულად არის შემოჩენილი.
იმიტომ რომ დღეს როცა ხედავს ამ საქმეები და ძალიან ბევრი ვაკანსიები არის, სხვა ინტერნეტ გვერდებზე გამოქვეყნებული ძალიან ბევრი ადამიანი ეძებს კარგ-კარგს, რომელსაც აუცილებლად მიანდებს თავის საქმეს, თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემა რა თქმა უნდა გვაქვს სტუდენტებთან, ან უნივერსიტეტ დამთავრებულებთან, რომლებიც არ აქტიურობენ, რომლებიც ინტერნეტში პოზიცია ანუ მივდივ რომ ეხლა სწავლის დიაპაზონი მოდელს, ანუ ადამიანის კარიერის ასე ვთქვათ, გამოგდეს ამოგერაული დილამდის პრინციპით და ანუ ადამიანმა ასე ვთქვათ, უნდა მიიღოს გამოფილება ნაბიჯი, ასე ვთქვათ და ავიდეს პირამიდაზე, სადაც ანუ და აგრეთვე დაგეთანხმო კადო და მინდა ვთქვა რომ მშობლები ვინც ასე ვთქვათ შვილებს ისინი შვილებს არა პოტენციურად საბალოო ჯამში კარდავენ ისარ საკულობას ასე ვთქვათ აქ ის პიროვნება და ასე ვთქვათ კონდე ძალიან ცუდია საბოლოოდ ესე იგი ქეთი ჩვენი გადაცემა მიუახლოვდა საქართველოს და მინდა თქვა მინდა ვისად მაგურებლებო რომ ჩვენი გადაცემაზე მუშაობდნენ ვისაც რასაინტერესო ჩვენი მოხდა სტუდენტებს თქოს და მე კიდე დავიფასე მე ჩემი გუნდი დავიფასე ძალიან დიდი მადლობა პირველში შეფერდით ძალიან ჩემი რჩევა რა თქმა უნდა რომ აუცილებლად ინტერაქტიულები და ეს აუცილებლად მათ დაეხმარება კარიერას. ჩვენ გადაცემაზე მუშაობთ ძალიან თავუნა ფურმანიძე, ლუიზა ბალაძე, მარიკა ზაქარაძე, გიგლა ახალაია, ქეთი ადეიშვილი და ნინო ადეიშვილი. Paparazzi trying to make me move, ain't nobody till I can't no more.